გამარჯობა. ეს არის დრომერი კასტის კიდევ ერთი ეპიზოდი, სადაც შემოგვიერთდა სალომე, სარმამარტო კამპანიისთვის Bright to Bride და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ გადაწყვიტე, რომ შენი გამოცდილება გაუზიარო იმ პატაძლებს, რომლებიც ეხლა გეგმავენ ქორწილს და ძალიან ჭირდებათ სხვადასხვა პატაძლების გამოცდილება. მე ვარ მაკა, დრომერის დამფუძნებელი, რომელიც არის საქართველოში პირველი behind the scene content creator-ის სერვისი ივენთებისთვის და ქორწილებისთვის. დრომერი კასტში კი გადაწყვიტა, რომ ბევრი სხვადასხვა გამოცდილება გავაზიარო ერთად, იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაფერი ძალიან ჭირდებათ, მიაგნონ თავისთვის საჭირო ინფორმაციას. სალომე, მადლობა კიდევ ერთხელ და მოდი გაგვაცანი შენი თავი. მე ვარ სალომე ხიზანიშვილი, პროფესიით ვარ მსახიობი, მაგრამ ამ ეტაპზე მყავს ძალიან პატარა და მიწევს, რომ მასთან ერთად გავატარო დროებით. მისით შემოიფარგლება ჩემი ცხოვრება ამ ეტაპზე და ფოტოებს რო ჩავყევი, ან ბავშვი უკვე ყავდათ? კი, ბავშვი უკვე მყავდა ქორწილის პერიოდში და მახსოვს როგორ ნერვიულობდი, რომ არ ვიცოდი რამდენად შეძლებდა, თქვათ, იმ ხმაურში დაძინებას, დასვენებას, ან საერთოდ როგორ ხასიათზე იქნებოდა, თან ისეთი გარდამტეხი პერიოდი ქონდა, რომ მე ფიქრებოდა ხოლმე პირიქით ცუდ რაღაცებზე, რომ აი სულ ჩემთან რომ უნდოდეს და სხვასთან რომ არ გაჩერდეს და ვერ გავატარო კარგი დრო და რაღაც, მაგრამ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა სწორი დაგეგმით და რა ვიცი, ჩემი ბავშვის კარგი ხასიათის წყალობითაც ალბათ. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია. იდეაში არ მქონდა დაგეგმილი ამ საკითხზე კითხვით დასმა, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად უცებ რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ეგ ძალიან საინტერესო იყოს, შეიძლება მათთვის, ვისაც პატარასთან ერთად უწევს ქორწილის დაგეგმვაც და მე თვითონ ქორწილიც და საუბრის რაღაც ეტაპზე მაგასაც კიდევ ერთხელ მივუბრუნდები, თუ წინააღმდეგი არ იქნები, რა თქმა უნდა. არა, პირიქით სიამოვნებით. კარგი, მაშინ სანამ უშუალოდ ქორწილის დეტალებზე გადავალთ, თქვენ წყვილზე მოგვიყევი, როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა? ხო, ჩვენ ძალიან გრძელი ისტორია გვაქვს, ჩვენ დაახლოებით მერვე კლასიდან ვიცნობთ ერთმანეთს და თავიდან მართლა გულწრფელად მეგობრობით დაიწყო ყველაფერი, თუმცა სანამ მეგობრობით დაიწყებოდა, მაქამდე დიდად არ მოგწონდა საერთოდ ერთმანეთი, საერთო სამეგობრო წრე ყავდა და ერთად რო აღმოჩნდებოდით ხოლმე ცოტა ესე უყურებდით ხოლმე ერთმანეთს და არ გვსიამოვნებდა ერთ სივრცეში ყოფნა და რაღაც, თუმცა მერე დრო და დრო რაღაც სხვანაირად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა და მართლა კარგი მეგობრები გავხდით. დღემდე ასე ვართ, დღემდე პირველ რიგში კარგი მეგობრები ვართ და მეგობრობა შემდეგ გადაიზარდა უკვე გრძნობებში. და თავიდან ეგ ნაწილები როგორ იყო, რა მეგობრობის და შეყვარებულობის ზღვარი სად გავიდა, რადგან ეგრე დაიწყო ურთიერთობა? ანუ იცით, ჩვენც ვიხსენებთ ხოლმე ამ ყველაფერს და აი როდის შეგიყვარდი, როდის გაგიჩნდა გრძნობები, ესეთი კითხვები გვაქვს ხოლმე, მაგრამ ესე კონკრეტულ პასუხს ვერ ვცემთ ერთმანეთს, აი თითქოს აი მეგობრობასთან ერთად გაჩნდა ეგ ყველაფერი, თუმცა აი ეს ზუსტი მომენტი ვერ გვახსენდება ვერცერთს. ალბათ ესე ბექგრაუნდში სულ გაყვებოდა ხოლმე ეს ემოციები და შემდეგ უფრო გაღვივდა და შემდეგ მოვედით აქამდე უკვე რომ ბავშვი ყავს. ძალიან საინტერესო. თან აი მაგას რო ამბობ, რომ აი თავიდან ერთმანეთის სივრცეში ყოფნა არ სიამოვნებდა და მე უცებ რაც ცერემონიის დროს რომ ფიცდებთ ერთმანეთის წინაშე, ძალიან კაი გადასვლა ნამდვილად. ძალიან უცნაური იყო მართლა. თუმცა გულის სიღრმეში მაინც ვიცოდით, რომ აი რო საუბრობთ ხოლმე, რომ თითქოს ესე ვიცოდით, რომ გაგრძელდებოდა აუცილებლად. მაგრამ რატო ვიცოდით, ან საიდან გამომდინარე, ეგ არ ვიცით, იმიტომ რომ, რა ვიცი, ამის შესაბამისი ქმედებები არ ყოფილა ხოლმე ჩვენ ურთიერთობაში, იმ მეგობრობას გულისხმობ და არა შეყვარებულობას. არ გვიფიქრია ხოლმე მაგაზე და მაინც მოვედით აქამდე, რასაც სინამდვილეში გულის სიღრმეში ვფიქრობდით ხოლმე. ხო, ეგ მართლა ხდება რა, მე ძალიან ჯერ მსგავსი რაღაცეების, რომ აი სადღაც მართლა ბავშვებში არის გაწერილი, ან მართლა გრძნობთ იმ ადამიანის ჩვენთან სიახლოვეს, რომელთანაც რაღაც უნდა გვაკავშირებდეს და ესეთი შეგრძნებები ესე არსაიდან არ ჩნდება ხოლმე და არ მოდის, თითქოს წინასწარ არის რაღაცეები გაწერილი და მე ჩვენ ამას უბრალოდ ვამჩნევთ.
ეგრე იყო ნამდვილად რაღაც აი ნიშნებს რომ ხედავ რა სამყაროს ნიშნებს აი რაღაცა ეგრე წარიმართა ყველაფერი და ასე შემდეგ ნუ მარტო გრძნობებიც არ არის ცხადი აქ ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რის გამოც თქვათ ავირჩიეთ ერთმანეთი მაგრამ ეხლა გრძნობები რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი არის აუცილებლად და ამ ყველაფერთან ერთად მე მიხვედით ქორწილამდე კი. და ეს ყველაფერი როგორ დაიგეგმა, როგორ დაიწყეთ, საიდან დაიწყეთ, აი დავიწყოთ მოკლედ ახლა ქორწილის დაგეგმვის ეტაპიდან. ხო, სულ თავიდან ხელი რომ თხოვა, მალევე დავიწყეთ ქორწილზე ფიქრი, იმიტომ რომ ახლა ვაღიაროთ, მე ძალიან მინდოდა ქორწილი, მას ნაკლებად ეს ტვინის ბურღი არ უნდოდა, ბევრ ამბეზე ფიქრი და ასე შემდეგ, მაგრამ მე თავიდანვე ვიცოდი რომ ქორწილი უნდა მქონოდა აუცილებლად და ვაპირებდით მალევე ივნისში მთხოვა ხელი და სექტემბერში თითქოს ფიქრობდით რომ უნდა გაგვეკეთებინა ქორწილი, მაგრამ აღმოჩნდა ისე რომ ივლისში ორსულად ვიყავი და ნუ ჩემი გადაწყვეტილებით გადავდეთ, მინდოდა რომ უფრო ფორმაში ყოფილიყავი და სხვანაირად მინდოდა რომ ჩაევლო ჩემ ქორწილს. და გადმოვიტანეთ სექტემბერში, 20-25 სექტემბერში ქორწილი და არაჩვეულებრივად ჩაიარა მაგ დღემ ყველაფერი ძალიან ესე დადებითად მახსენდება. შემდეგ გვენატრებოდა კიდეც აი ეს პერიოდი, ყოველდღე რო ვისხედით და ვფიქრობდით რომ აი ეს მაგიდა სად დავდგათ და აი ფოტოგრაფს მიწერე, აი ვიდეოგრაფმა რა გითხრა და აი რომელ საძე რას ვაკეთებს და ეგ ყველაფერი მე რაღაც რამდენიმე დღე გვეკლდა და ცოტა უთხასიათზეც ვიყავით ხოლმე. გვენატრებოდა. ხო, მაგ ქორწილის დაგეგმვას მოყვება ხოლმე რაღაცნაირად ეს შემდგომი ეხლა რა ვაკეთო და ეხლა როგორ ვიცხოვროს შეგრძნებები, სხვებსაც ვთქვამთ სხვათა შორის. თან კარგად რომ ჩაივლის, აი ისე რომ ჩაივლის, როგორც გინდა რომ ჩაიაროს, მერე უფრო არის ხოლმე ეგ მომენტი, რომ აი კიდე მინდა და კიდე გავიმეოროთ და ეხლა ველოდებით უკვე იმას, რომ აი 5 წლის თავი რომ გვექნება და აი 10 წლის თავი და მერე ესე შემდეგ კიდე გავაკეთოთ რაღაც ეგეთი, რომ ისე ჩავერთოთ მაგ რუტინაში. ძალიან მოგვეწონა იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ რთული აღმოჩნდა ყველაფერი. და თავიდან რითი დაიწყეთ ორგანიზება? ანუ რა ეტაპები გაიარეთ, პირველი რა გადაწყვიტეთ და ყველაზე ბოლო რა გადაწყვიტეთ, აი რაღაც ესე რომ მივყვეთ. ხო, აი პირველი ვაღიაროთ კიდევ ერთხელ რომ მაინც ესე ორგანიზების საკითხი ხალხზე ტყდება ხოლმე. მე დავიწყე რაღაც ისეთი მილიონი აზრი მომდიოდა, უზიარებდი. რა თქმა უნდა, ისიც ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, იმას არ ვამბობ რომ ის ჩართული არ იყო, თუმცა ახლა ქალები როგორები ვართ, ხოც აი ყველა დეტალზე რო ვფიქრობთ გაწერილად. და ჩემი პირველი ფიქრი იყო ის, რომ აი რა სტილში მინდოდა გამეკეთებინა ქორწილი. და ორივეს ძალიან გვიყვარს მოგზაურობა. ხელი მთხოვა იტალიაში და აი უცებ აი არ საიდან გამახსენდა ეგ რომ აი იტალიაში მთხოვა ხელი და მოდი იტალიურად გავაგრძელოთ და ანუ მივიღე რაღაც ისეთ გადაწყვეტილება რომ ჩემი ქორწილის სიუჟეტი და სტილისტიკა უნდა ყოფილიყო რაღაც ტოსკანურ ვაიბზე სტილში აწყობილი და უნდა გავყოლოდი ამ ხაზს. შემდეგ უკვე დავიწყეთ ლოკაციის ზებნა პირველ რიგში და მივაგენით გიუანის მეღვინეობას, რომელიც იდეალურად შეესაბამებოდა ჩვენს სურვილებს. იყო სასტუმროც, იყო აუზიც, იყო რესტორანი, გარე სივრცე, დახურული სივრცე. და აი როგორიც წარმომედგინა ჩემს ესთეტიკაში, ვთქვათ, გაფორმება იქნებოდა ეს ღია სივრცის თუ მეორე დილით რო გათენდებოდა, როგორ გავატარებდი ეს დროს, ყველაფერში ზუსტად ჯდებოდა. თან მე მინიმალიზმი მიყვარს და ისეთი ლოკაცია აღმოჩნდა ეგ რომ თვითონ საშუალებას გაძლევს რომ აი ნაკლები დანახარჯით, ნაკლები რესურსით მიიღო ძალიან დიდი შედეგი. ის რაც შენ გინდა და დასახული გაქვს მიზნად. ჩემთვის ზუსტად შესაბამისი იყო, იმიტომ რომ სიმწვანე მინდოდა, ფერები მინდოდა, აი რაღაც ბუნება მინდოდა უფრო მეტად რომ წამოწეულიყო წინ და სავსებით საკმარისი აღმოჩნდა, თუნდაც ხელისმოწერის ცერემონიალზე რომ გამოვიყენეთ უბრალოდ თეთრი ფარდები, გრძელი თეთრი ფარდები, რომელიც ესე ჩაუყვებოდა ხეივანს, ალბათ რა ვიცი მე თქვენს გააზიარებთ. გადახურულ ადგილას
მინდოდა ყოფილიყო ესეთი ჰაეროვანი, ნაზი სიუჟეტი და ზუსტად მივაგენი მაგ წერტილსაც. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, კაბის ამბავი. კაბაც მინდოდა ყოფილიყო ჰაეროვანი, მსუბუქი, არაგადატვირთული, აი ბუნებას როგორიც შეესაბამება ისეთი ძალიან ისეთი ჰაეროვანი ფარფატა და კაბაც ის გამოვიდა, რაც მინდოდა რომ ყოფილიყო. და მუსიკა, რაც თავარია, მუსიკაშიც არ მინდოდა რომ ამოვარდნილიყავი იმ სტილისტიკიდან, რა სტილისტიკაც ქონდა თავიდანვე დახაზული, იმიტომ რომ ზოგადად ეგ აი ფიქრის პროცესშიც გაბნევს ხოლმე ადამიანს, რომ აი ისიც მოგწონს და აი რომ არ იცი ზუსტად რა არის შენი ხაზი. მერე უკვე თითქოს იბნევი აღარ იცი ზუსტად რას გაყვე და აი ყველაფერი ერთად უკვე არაფერი აღარ გამოდის და მინდოდა რომ ესეც ზუსტად მე თავსებინა ამ ყველაფრისთვის და იტალიური მუსიკა ავიღე, ბოჩელის მუსიკა ავიღე ხელის მოწერის ცერემონიისთვის და ძალიან ემოციური იყო, ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო, ნამდვილად არ ველოდი მაგ ყველაფერს, მხოლოდ ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის არა, თანაც მთელი დამსწრე საზოგადოება თურმე ტიროდა და რა ვიცი, ძალიან მოიწონათ ყველაფერი. და ეს მეც ვნახე ეგ მონაკვეთი ვიდეოში ხელის მოწერის ცერემონიის და იმდანად ემოციური იყო შენთვისაც და შენი მეუღლისთვისაც, რომ ძალიან მაინტერესებს ეგ ფიცი თუ ეგ ტექსტი, რასაც იტყოდით, ეს დაგეგმილი და გაწერილი გქონდათ თუ უბრალოდ იქ გადაწყვიტეთ სპონტანურად? ის დაგეგმილი იყო, რომ სიტყვა უნდა გვეტყვა. ეს ვიცოდით, რომ ასე უნდა ყოფილიყო, თუმცა მე წინასწარ ვემზადებოდი, ხა არ მოვიტყუები, რომ აი წერდი, რომ აი ესე ხوارჯობია რაღაც და თითქოს აი შუა პროცესში ქორწილამდე თავი დავანები ამ ყველაფერს, რომ რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ არ გამოდის მეთქი ის რაც მინდა რომ გამოვიდეს, თქვა, აი ხელოვნური გამოდიოდა, აი რო ცდილობ, რომ ლამაზი სიტყვებით და ემოციური სიტყვებით რაღაც წინადადებები ააწყო და ასე შემდეგ და თავი დავანებე და მეთქი რაც იქნება, თქო, რასაც რეალურად ფიქრობ და როგორც ფიქრობ, რა სიტყვებითაც და გრძნობებითაც ფიქრობ, მოდი ისე ვიტყვი ყველაფერს მეთქი და თან ესე ხუმრობით შემქმარს ვეუბნებოდი ხოლმე, რომ აი იქ რომ გამოვივლი მეთქი, შენ აუცილებლად უნდა იტირო მეთქი და მაგაზე ყველა პატარძალს უნდა ხოლმე, რომ აი რომ გამოტრიალდება სიძე და რომ დაინახავს ამ პატარძალს უცრებლები წამოუვიდეს და კი და მაგაზე ეცინებოდა ხოლმე რა და აი უკვე ფაქტის წინაშე რომ დავდექით, თქვენ წარმოიდგინეთ და მას პირველს წამოვიდეთ ცრემლები, როცა გავდიოდი ამ ხელის მოწერის ცერემონიალზე, კი. და შემდეგ უკვე როცა არა და როგორ მოემზადა რომ არ ეტირა, მაგრამ აი მე რომ დავინახე რომ ისიც უკვე აღელდა და რაღაც, მე უკვე მეც ცოტა ღელვაში გადავედი. და ის სიტყვის მომენტი როცა მოვიდა, საერთოდ დამავიწყდა რომ იქ ადამიანები ისხდნენ, ელოდებოდნენ იმას თუ რას ვიტყოდით. არ მახსოვდა არაფერი, ჩემი და ჩემი მეუღლის გარდა და მიკროფონი რომ მომეწოდა წამყვანმა, აი ზუსტად რასაც ფიქრობდი, რაც მინდოდა რომ მისთვის მეთქვა, ისინი უთხარი მხოლოდ. არაფერი ზედმეტი, არაფერი ჩამატებული, რა სიტყვა გაწელილი და ალბათ ეგ აღმოჩნდა უფრო სწორი და უფრო მგრძნობიარე იმ ადამიანებისთვის, ვინც გვისმენდა, იმიტომ რომ მე მითხრეს, რომ აი ყველა ვტიროდითო რომ გისმენდითო. ძალიან გულწრფელი რო ხარ იმ მომენტში, ეს აუცილებლად ჩანს, ზოგადად ადამიანის გულწრფელობა ყოველთვის ჩანსხვები ამჩნევენ ხოლმე. და მივაღწიეთ ესე ვთქვათ მაყურებლამდე ჩვენი სათქმელით და იმ გრძნობებით, რა გრძნობებით გვინდოდა რომ გამოგვეხატა და იგრძნო დამსწრე საზოგადოებას. ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩემი საუკეთესო მეგობარი, ძალიან ბევრი წელია სკოლიდან მოყოლებული და ეს ამერტო ვიტირებ. საუკეთესო მამა, საუკეთესო ქმარი და მხოლოდ საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში, ინდივიდუალურადაც და ჩემთან და კესანესთან ერთადაც. ძალიან მიყვარხარ. სოც რა დაწყებთ შეგიძლია
Friends, მეუღლე საკოცრო. Aplodismentები. Sugar in my tea. You're everything to me. If I got it, ooh, baby, you know about it. Yeah, yeah. Hey, baby. Ooh, baby. If I got it, baby, you know about it. If I got it, ooh, baby, you know about it. ძალიან კარგი იყო მართლა და რაღაცნაირად ისიც მომეწონა, რომ ეს კლიპში ძალიან კარგად იყო ჩასმული და ჩაინტეგრირებული, რომ ხშირად ქორწილის ვიდეო კლიპებში ყველაფერი არის უხმო და ადევს მხოლოდ მუსიკა, მაგრამ თქვენ შემთხვევაში კარგად იყო ჩასმული ეს თქვენი გულწრფელი სიტყვა, რაც მართლა ამ ქორწილიდან ყველაზე მეტად ალბათ გაგახსენდებოდათ ყველაზე ემოციურად სხვა 1000 ემოციურ მომენტთან ერთად. ესეც კარგად იყო გათვალისწინებული და მეც რო ვუყურე ვიგრძენი ზუსტად იქ რომ ყოფილიყავი, მეც როგორ ემოციურად ვიგრძნობდი თავს ამ ყველაფრის მოსმენაზე და აი მაგნატილში როგორ დაგეგმეთ ფოტო-ვიდეო გადაღების ამბავი? ეს მიმართულება შეთანხმებული ქონდა თუ უბრალოდ თვითონ ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა? კარგ ახანს ვეძებდით ისეთ ფოტოგრაფს და ვიდეოგრაფს, რომელიც ასევე ჩვენს სტილისტიკას მოერგებოდა. ვათვალიერებდით მათ ნამუშევრებს. ძალიან კარგი ადამიანები შევარჩიეთ, თქვათ, მაგრამ რაღაცეებში, თქვათ, ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს და ეს ორი ადამიანი გადაწყდა. სავსებით შეესაბამებოდა მათი ესთეტიკა, მათი სტილი, ჩვენს მოთხოვნებს და თქვენ წარმოიდგინეთ და ზუსტად ვიცოდი, რომ თუნდაც აი ვიდეო რგოლის ნაწილში ის ემოციური მომენტი არ იქნებოდა არაფრით დაკარგული. არა მხოლოდ ის ემოციური მომენტი, არამედ ბევრი სხვა ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი. მე ხა იმას არ გულისხმობ, თქვათ, რასაც ყველა იღებს ხოლმე ტორტის დაჭრა თუ თაიგულისროლა თუ ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კარგი კადრი იყო დაჭერილი, აი თუნდაც აი უახლოეს მეგობრებთან ერთად რომ ხარ და აი რაღაც რო გეტყობა სახეზე ნამდვილი ემოციები, ჩემთვის ეგ კიდევ უფრო ძვირფასი არის, ვიდრე თქვათ ესე დადგმული კადრები, რაც ვიცით რომ აუცილებლად უნდა იყოს ქორწილში და ვიდეოშიც აუცილებლად არის ხოლმე ეგ კადრებიც იყო. თუმცა სხვა კადრებმა უფრო მეტად მიიქცია ჩემთვის ყურადღება და ძალიან დიდი მადლობა ორივე ადამიანს ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ შეგიძლია რეკომენდაციაც გაუწიო, ახსენო ინსტაგრამები მათი ან სახელები? დავით ზერიკიძე იყო ფოტოგრაფი და ალექს ყაფლანიშვილი იყო ჩვენი ვიდეოგრაფი. უმაგრესი ბიჭები, დათქმულ დროზე რომ არიან ადგილზე, ყველაფერს დეტალურად ისე აკეთებენ, როგორც გინდა რომ გააკეთონ და ასევე რაღაც დეტალები, რა თქმა უნდა, ქორწილამდე გავიარეთ და თქვათ, ჩვენს უთხარით რა გვინდოდა, იმათ მას თავიანთი შემოგთავაზეს პირობები და ესე შევჯერდით, შევთანხმდით და ეს ერთობლივი ძალებით მივიღეთ ძალიან კარგი შედეგი და ყოველთვის რეკომენდაციას გავუწევ მათ აუცილებლად. მადლობა დიდი ამ გულწრფელი რეკომენდაციისთვის და გამოცდილებისთვის. მე ძალიან მომეწონა თვითონ ამ მეღვინეობა გიუანშიც გადაღებული ეს რაღაც ვენახში გადაღებული ფოტოები, რაღაც ბუნებრივად გამოყენებული ის სივრცე, რომელშიც იყავით და საერთოდ განსხვავდებოდა სხვა ფოტოსესიებისგან, რაც ხშირად ქორწილებში გვინახავს ხოლმე და იყო მართლა ძალიან ბუნებრივი იყო თქვენი და თქვენი მეგობრების ეს ურთიერთობა, რაღაც სიცილი და რაღაც ესეთი მომენტები ფოტოებშიც ვნახე და ძალიან მომეწონა მართლა. ხო, აი, სივრცეზე ვთქვი, რომ არაჩვეულებრივად გვეწყობოდა თქო. თუმცა აქ იყო კიდევ ერთი ესეთი ამბავი, რომ არ გვინდოდა მე და ჩემ მეუღლეს, რომ გვქონოდა რაღაც აი დაყენებული პოზა ფოტოები, აი შენ დაჯექი, შენ დადექი. იმიტომ რომ ცადეთ ეგეთი რაღაცეები და რაღაც არ გამოდიოდა, გვეტყობოდა რომ ხელოვნური იყო და არ ჩვენ თვითონაც პროცესით ვერ ვიღებდით სიამოვნებას და უთხარით კიდეც ფოტოგრაფსაც, ვიდეოგრაფსაც, რომ აი ბუნებრივი კადრები გვინდოდა, აი სინემატიკური კადრები გვინდოდა ფოტოებშიც და ვიდეოშიც და ზუსტად ესეთი კადრები გამოვიდა.
არიან ადამიანები, ვისაც თქვათ ურჩევნიათ, რომ ზუსტად იცოდნენ თქვათ, სად უნდა დასხდნენ, სად უნდა დადგნენ და ესე ურჩევნიათ და ესე უფრო მოწონთ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ასე არ იყო და უფრო რაღაცა ისეთი მეგობრული და ლამაზი კადრები დაგვრჩა. გადაღებაც ჰქონდა ჩვენ მაგამდე გიუანამდე და იქაც ძალიან ისეთი მინიმალისტური, ლამაზი და ისეთი კადრები ავიღეთ დასამახსოვრებელი და გიუანი საერთოდ კი, მაგაზეც მინდოდა მეკითხა, რომ ბუნებაში იყო ძალიან ლამაზი სივრცე არჩეული, სადაც არც დიდად გადაჭრელებული არ იყო გარემო და რაღაცნაირად სისადავე ფერებში და აი თქვენ ორი ერთად და რაღაცნაირად ძალიან ლამაზი კომბინაცია გამოვიდა ეს საქორწილო თქვენი ჩაცმულობა სითეთრე იმ რაღაც ყავისფერ და ბუნების ტონებთან შერწყმული და აქაც საერთოდ არ იყავით ზუსტად აი ეგ არაბუნებრივი მომენტები, რასაც იძახდი რომ არ გსიამოვნებდა და არ იყო შენთვის კომფორტული, საერთოდ არ მოდიოდა ეგ არაკომფორტულობა ამ თქვენი ვიდეოდან და ჩანს რომ მოკლედ შედეგში ძალიან გაამართლა მაგან რომ თქვენც გერჩუნათ რომ ყოფილიყავით უფრო ისე ნამდვილები და ეს რაღაც სიმშვიდე, ჩილ განწყობა და ეს ბუნებრივობა ძალიან ჩანს ყველა კადრში და მაგას ძალიან ვაფასებ. ეგ ადგილით საკმაოდ კარგ ახანს ვეწებეთ და ბოლოს შევარჩიეთ ქოროყლზე ვიყავით ასულები და იქ გქონდა ეგ ფოტოსესია. მაინტერესებს აი კაბასთან დაკავშირებით თუ გქონდა რამე ისეთი ან რჩევა თუ გაქვს ან რაღაც გართულება თუ გქონია ან თავიდანვე ზუსტად იცოდი როგორი გინდოდა და მარტივად ჩაიარა ამ ამბავმა. იცით რა, მაგ საკითხში ცოტა არეული ვიყავ, იმიტომ რომ მომწონდა სადაკავები, როგორც თქვათ, გაშვებული, ისე თქვათ, უფრო დავარდნილი ვარიანტებიც, რამდენიმე არჩევანიც მქონდა, თუმცა მაინც მაგაზე შევჯერდი ბოლოს, იმიტომ რომ ეგ უფრო ჰაეროვანი იყო, უფრო ნაზი იყო, უფრო სადა იყო და მივხვდი, რომ ის გამოვიდა და რაც მინდოდა რომ ყოფილიყო. თუმცა აი მე ქორწილმა რო ჩაიარა, აი მე რო ფიქრობდი ხოლმე რომ აი ესეთი კაბა რომ ცმოდა უკეთესი ხო არ იქნებოდა, ისეთი რომ ცმოდა და უფრო სწორად აი მინდოდა რომ ბევრნაირი კაბა მქონოდა თუ რაღაც. თორე კაბით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, კარგად შეესაბამებოდა იმ ყველაფერს, რაც მიზნად მქონდა დასახული და კარგად წავიდა მოკლედ ეგ ამბავიც. და შერჩევის პროცესი როგორი იყო ან თავიდან ზუსტად იცოდი რა მოდელები გინდოდა და მე მტერავთან მიხოდი ეგ მოდელი ვიცოდი ზუსტად რომ ვნახე დავასეივე ეგრევე და აი არ ვიცი ეგრევე ჩემთავს ვუთხარი რომ ანუ ეს კაბა რამენაირად უნდა მოვიხდინო არ მაინტერესებს მიხდება არ მიხდება უნდა მომიხდეს სიმართლე გითხრათ ნუ მაგ საკითხში ცოტა შევცდი რომ არ ყოფილვარ საქორწილო მაღაზიებში და ესე კაბები არ მომისინჯავს და რაღაც, მაგრამ არ ვიცი, რაღაცნაირად დარწმუნებული ვიყავი, რომ აი ხო ვიცით ახლა ადამიანებმა აი რომ ვიცნობთ რაღაცა კაბებს, აი რა სტილის კაბა გვიხდება და აი დაახლოებით მაგ პრინციპს გავყევი და მაქედან გამომდინარე, რა ვიცი, ჩავთვალე, რომ აი ეს ვარიანტი უნდა მომიხდეს რა ყველა შემთხვევაში და რა ვიცი, მივენდე და ჩემი აზრით რა ვიცი, მომიხდა თუ მომიხდინე, არ ვიცი, მაგრამ მომეწონა არა, მეც ძალიან მომეწონა, ძალიან გიხდებოდა ნამდვილად. მეორე კაბაც მქონდა არჩეული? მეორე კაბაც მქონდა და მესამე კაბაც მქონდა, ოღონდ ეს უბრალოდ ისე ერთი იყო თაიგულის როლაზე და ტორტის გაჭრაზე და ერთი კაბა აი უკვე ბოლოსკენ რომ ძალიან დაღლილი ხარ და აღარ შეგიძლია ქუსლიანები და ეს გაპრანჭული კაბები და რაღაც ბოლოსკენ უკვე ჩვეულებრივი მან ფოტოებშიც მახსოვს რომ მეუღლეს ეს ზოლიანი ისაცვია უკვე პერანგი და აი ეგეც ძალიან მომეწონა რომ რაღაცნაირად რა აი ორივეც ის რაღაც თავისუფლად რო იყავით ამ კადრებში და ბოლო მომენტამდე ისე რო არ წაიყვანეთ რომ აი აუცილებლად პრეზენტაბელურები იყოთ და ორივესთვის რაც იყო კომფორტული ის რო გეცვათ კი და აი რომ მივხვდით რომ აღარ შეგვეძლო ეს გაპრანჭვა და რაღაც მე ეგრევე შევედით ნომრებში გამოვიცვალეთ და აი ეს პლუსი კიდე რომ ეს სარესტორნო სივრცე კატეგორიულად არ მინდოდა მე რომ ეგეც რესტორანში გამიკეთებინა ქორწილი და ესეც ძალიან წაგვადგა პლუსი იყო თქვა ნომერში შევედით კომფორტულად გამოვიცვალეთ დავტოვეთ ნივთები რა ვიცი მოვწესრიგდით ასე შემდეგ და ძალიან გამოგვადგა მაგ მხრივაც მაგ სივრცეში გაკეთება ამ ყველაფერს
მოფრის. მე ზოგადად მიყვარს დღის დაგეგმა რაღაცას რომ დავაპირებ ხოლმე, მიყვარს აი ხვალ რომ გავიღვიძებ, ეს მაქვს თქვა 12 საათზე დაგეგმილი, ის რაღაც უნდა წავიდე რაღაც პირველის ნახევარზე და გაწერილი მაქვს ხოლმე დღის გრაფიკი. და ესე რა ვიცი, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ალბათ რთული არ აღმოჩნდა ეგ პროცესი. დილით 6 საათზე წავედი მეიქაპზე და თმაზე. შემდეგ იქიდან პირდაპირ წავედით ფოტოსესიაზე და ფოტოსესიიდან ჯვრის წერაზე. ზუსტ დროებში მოვახერხეთ ყველაფერი. ისიც კი მოძებნილი მქონდა Google-ში, თქვათ ქოროღლიდან სიონამდე რამდენი დამჭირდებოდა, სიონიდან გიუანამდე რამდენი დრო დამჭირდებოდა ტრანსპორტით, გავითვალისწინა თქვათ საცობი რომ ყოფილიყო, რა ვიცი, აი რაღაც გაუთვალისწინებელი მოვლენები 10-15 წუთი პლუს მინუს და აი არსად არ დაგვიგვიანია, არსად დროზე არ მივსულვართ და ყველაფერი ზედმიწევნით ჩავატარეთ, ასე ვთქვათ. ანუ დაგეგმვის ნაწილში მნიშვნელოვანია რაღაც ზედმეტი დროის გათვალისწინება ლოკაციების შუალედში. იმისთვის რომ სტრესი ავირიდოთ თავიდან. აუცილებლად თუნდაც აი სტილისტთან როცა მიდიან, უნდა კითხან სტილისტს რომ აი რა დრო დაჭირდება თქვათ მეიქაპს და მაკიაჟს. მე მითხრეს 1 საათი და 20 წუთი სადღაც. იქიდან გამომდინარე რომ უკვე ვიცოდი მე ეს დროები, რომ ეს დრო დამჭირდებოდა. უთხარი ფოტოგრაფებს რომ მე აი ამადამ დროს დავასრულებ თქვათ მომზადებას და ამადამ დროს მე შემიძლია რომ შეგხვდეთ თქვენ. ასევე ვკითხე რა დრო დამჭირდებოდა თქვათ რომ შეხვდებოდი მათ ლოკაციამდე მისასვლელად, თვითონ ლოკაციაზე რამდენი ხანი უნდა გაგრძელებული იყო გადაღება, ესეც გაწერილი იყო დროის ფაქტორი. იმიტომ რომ უკვე ეკლესიაშიც სტუმრებისთვის ნათქვამი გქონდა ჯვრის წერის დრო და არ უნდა დაგვეგვიანა ცხადია. თან მან პრობლემა ის იყო რომ 3 საათი იყო, მე მგონი 3-ის მერე თუ არ ვცდები ლოცვა იწყებოდა, ეგ ზუსტად არ მახსოვს ახლა საათები. თუმცა აი ლოცვის დაწყებამდე უნდა მოგვესწრო ეგ ყველაფერი. და ფოტოგრაფის და ვიდეოგრაფის დახმარებითაც რომ მითხრეს რომ თქვათ 1 საათი გჭირდებოდა თუ საათნახევარი, როგორც იყო, ზუსტად ჩავჯექით იმ ნორმებში. შემდეგ უკვე გზის ფაქტორი ავიღეთ, ნახეთ რა დრო დაგჭირდებოდა მისასვლელად, ასე შემდეგ არ გავჩერებულ ვართ არსად, რომ თავიდან აგვერიდებინა რაღაც დაგვიანებები და ყველაფერი ისე წავიდა, როგორც უნდა წასულიყო. არც სტუმრები ყოფილან დაღლილები და არავინ გველოდებოდა, არც ჩვენ მოგვიწია რომ ვინმეს დავლოდებოდით. და თვითონ ამ საბოლოო ლოკაციამდე გიუანამდე დღის განმავლობაში მიხვედით და ხშირად რესტორანში როცა მიდიან უკვე ძალიან გვიან და საღამოს. და ალბათ ესეთი სივრცეები როგორიც მეღვინეობებია, შატოები, ისეთი ადგილები, სადაც თქვა სასტუმროც არის გადასაღების სივრცეც, სტუმრების მისაღების სივრცეც, ისე ხდება რომ შუა დღიდან თუ არა, აი საღამოს 4-5-დან უკვე შესაძლებელია შეკრება და დროის ერთად გატარება და ესეც ძალიან დიდი მნიშვნელოვანი პლუსია ჩემი აზრით. 6 საათზე გქონდა თუ არ ვცდები გიუანში ჯავშანი რომ 6 საათზე უკვე სტუმრები იქნებოდნენ მისულები და 7:30-ზე იწყებოდა ცერემონია. ჩვენ ამ პერიოდში ვემზადებოდით, წესრიგდებოდით, სტუმრებით შესაბამისად გროვდებოდნენ და ეს ფონური მუსიკა იყო, იქ სასმელს თავაზობდნენ სტაფის წევრები და ძალიან მშვენივრად ესე არც უგრძნიათ რომ საერთოდ ესე დრო უნდა დაიყოთ იქ სანამ ცერემონია დაიწყებოდა და ყველაფერმა ისე ჩაიარა მიუხედავად იმისა რომ სიცხეც იყო საკმაოდ და დროის ფაქტორი მანდაც ესე განსაზღვრული რო იყო და ლოკაციაც იმის საშუალებას გაძლევდა რომ რაღაც არ მოგეწყინა და პირიქით ისე მხიარულად ჩავლილიყო ის ლოდინის პერიოდიც და არ შეეჩინა სტუმრებს. და ამ ყველაფერთან ერთად ახლა შენი პატარა როგორი იყო ჩართული, ისევ ამ საკითხს მიუბრუნდეთ, რომ როგორ გაატარე დღე ბავშვთან ერთად ქორწილის. ჩემი პატარა ყავდათ ბებიებს, რადგან აი მართლა დილის 6 საათიდან გარეთ ვიყავი და ცალკე ნერვიულობა, ცალკე ამდენი საქმე და ფიზიკურად ვერ მეყოლებოდა თან. ბებიებს ყავდათ და ესე პერიოდულად ვაკითხავდი ხოლმე და კარგად უჯერებდა, ეძინა, ჭამდა და დიდად არ შეუწუხებია. მე რაც მოლოდინიც მქონდა, საბედნიეროდ ის არ გამოვლენილა და ყველაფერმა ესე კარგად ჩაიარა, მშვიდად და კარგი გოგო იყო. რამდენი ხნის იყო მაგ დროს?
5 თვის და სადღაც 2 კვირის ალბათ. საკმაოდ პატარა. კი, საკმაოდ პატარა იყო, კი და თუმცა ის საკმაოდ გაგიმართლა კიდევაც ხა რომ ფიქრობ ეგრე მშვიდად რადგან ჩაიარა ამ ყველაფერმა და მიხარია ძალიან და უბრალოდ მაინტერესებს აი შენ რა გქონდა გათვლილი და გათვალისწინებული იმისთვის რომ აი რაღაც თუ გართულდებოდა ან თუ აწუწუნდებოდა ან რაღაცა ყურადღებას მოითხოვდა და შენთან ყოფნას ან აი სხვა საკითხები როგორ გქონდა ამ დროს მოგვარებული და გადანაწილებული აი ხა შეიძლება ვიღაცების ბავშვებიც ასევე მშვიდად იყვნენ, ვიღაცის ბავშვმა შეიძლება ცოტა იჭირველოს და ამ კუთხით რამე გამოცდილების ან კითხვა ან რჩევა ან რაღაცა თუ ხომ არ გაქვს რაც შეგიძლია რომ გააზიარო. პატარაობიდანვე მიჩვეული მყავდა, ეხა სიმართლე რო თქვა, ესე ბებიებთან დარჩენას, ვთქვათ, რაიმე საქმე თუ მქონდა მეგარეთ, უტოვებდი ხოლმე რამდენიმე საათით და ყოველ შემთხვევაში უცხოდ არ იგრძნობდა მათ ხელში თავს. ეს ერთი. მეორე ის რომ მივხვდი რაღაც პერიოდში რომ ამშვიდებდა თეთრი ხმაურის მოსმენა ხოლმე და მაგ მხრივაც მობილიზებული ვიყავი, გაფრთხილებული მყავდა ბებიები რომ აი თუ გაუჭირდა ძილი შეგიძლიათ ჩაურთოთ და დამშვიდდება. ფორმულაზე იყო და არის უფრო სწორად და შესაბამისად ძირითადად მაინც ბოთლის ჭამის დროს ეძინებოდა ხოლმე, მაგრამ მაინც აი ჩემს თავში ვუშვებდი იმას, რომ აი შეიძლება, რა ვიცი, კატეგორიულად არ მოუნდეს ბებიასთან და მოუნდეს ჩემთან. რაღაც მხრივ ახლა მეუბნებოდი ჩემთავს, რომ 1.5 საათი უნდა გამოვყო, თქვათ, თუ ძილი მოუნდება, იძულებული გავხდები, რომ შევიდე ოთახში და დავაძინო, მაგრამ ესე არ მოხდა ყველაფერი და ძალიან ვისიამოვნეთ ბებიების დიდი დამსახურებით ვედაჩემა მეუღლემ. ხო, აი ძალიან საინტერესო გამოცდილება არის მართლა და ცოტა მსგავსი შემთხვევა მინახავს, რომ ქორწილი პატარა იყო თან ბავშვი, რომ აი სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი, რომ აი რამით შეიძლებოდა რომ გაგერთო, ახლა მაგ პერიოდში ძირითადად მაინც ძინავთ ხოლმე ბავშვებს და სურძეზე არიან, არ ჭამეთ თქვათ ისეთ საკვებს, ახლა თამაშითაც რა უნდა ითამაშოს ეგეთმა პატარა ბავშვმა, ხო? ჯდომაც არ იცოდა მაგ პერიოდში და ეს სხვა ისინი არ მქონია, ვთქვათ, საფიქრალი, რომ აი შეიძლება გავართოთ და ასე შემდეგ. თვითონაც ერთობოდა ალბათ ეს ბუნების წიაღში რომ იყო, სიამოვნებდა და იქ ფერებს აკვირდებოდა ხოლმე, ძალიან მოწონდა ფერები და ზოგადად ძალიან კომუნიკაბელური ბავშვი არის და რა ვიცი, ამდენ ხალხსაც რო ხედავდა, ეთყობა სიამოვნებდა და ერთობოდა. წინა ჩანაწერში სხვა პატარდალთან ესეთი რაღაც მითხრა რომ ჩემი ქორწილის ვიდეო, უბრალოდ ჩემი მშობლების ქორწილის ვიდეოს რო ვუყურებდიო, მე ბავშვობაში ვაპროტესტებდი რომ მე მან რატო არ ვარ და რატო არ დამპატიჟოთ სტუმრადო და თქვენი შვილი მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით, ნამდვილად იყო სტუმრად ქორწილში და საკმაოდ კაი დრო ატარა როგორც მივხვდი. ხო, ეს რო გაიზრდება, რაღაც კარგად გაახსენდება ეს კადრებს რო შეხედავს მერე, როგორი პატარა ვიყავიო იტყვის. ხო, თავისით ნამდვილად ვერ გაიხსენებს ვერაფერს დამწუხაროდ. ხო, მაგრამ ძალიან ერთნაირად მოდის ჩვენი ხმა და ეგნერვებს მიშლის, ანუ მე რაღაცას გეუბნები შენთან, მე მოდი შენ რო იძახი, მე მაგ დროს ვამბობ და ძალიან უკვე დიდი გეფი არის, მაგრამ არა უშავს. ხო, ჭედავს ნამდვილად. ჭედავს, კი. ნუ გარდა ამისა, რომ მაგაზე ფიქრობდი, რომ ბავშვი ყავდა ბებიებთან მიბარებული და ცდილობდი, რომ ეს ყველაფერი რაღაც სწორად გადაგენაწილებინა და საჭიროების შემთხვევაში შენი თავიც გამოგეყვა ამისთვის. ამის გარდა სხვა ღელვები ან ემოციური ფაქტორი რა გქონდა და როგორ გამკლავდი ამ ყველაფერს? მთლიანი დღე იყო ღელვა ჩემთვის. აი, ყველაფერი იდეალურად მინდოდა ყოფილიყო, რა ვიცი, აი 15 წუთში ერთხელ ურეკავდი ალბათ დიზაინერს, რომ აი როგორი ამინდია და აბარას საკეთებს და აი 15 წუთში ერთხელ მიყრიდა ისიც სურათებს, ვიდეოებს, რომ აი ყველაფერი კარგად არის, რიგზე არის, აი უკვე ვამთავრებთ და აი საქმის კურსში ვიყავი სრული ქორწილის განმავლობაში. ასევე ღელვა იყო ჩემთვის, თუნდაც ხელისმოწერის ცერემონიალზე რომ გავდიოდი, მაგრამ რაღაცნაირად აი არ ვიცი, ეს ფსიქოლოგიურად ესე მოახერხე, რომ ჩავხსენი ადამიანები და ჩავთვალე, რომ იქ არავინ არ იყო ჩემი და ჩემი ქმრის გარდა და საერთოდ არც არავინ გვიღებდა, არც არავინ გვიყურებდა და მარტო მე და ის ვიყავით და რაღაცნაირად ცოტა მომეშვა.
მაგრამ ახლა რა თქმა უნდა იყო ხოლმე უცებ ესეთი მომენტები, რომ აი ძალიან რო ანერვიულდები, თუნდაც აი ქორწილში რომ ქართული ცეკვავი ცეკვეთ, მაგ დროს ძალიან ღელავდი ახლა რო ვიცი რომ პროფესიონალი მოცეკვავემია რო არ და რაღაც 3 დღეში ნასწავლი ცეკვა უნდა ვისწავლო, მან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მანდაც ასე თუ ისე მოახერხე რა მეთქი ახლა ყველა მისის რომ მე ახლა მოცეკვავი არ ვარ მეთქი და რაც იქნება თქო რა და ეს მივყევი და რა ვიცი მე მგონი კარგი გამოვიდა. ცუდი არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში არა პროფესიონალის ყალობაზე. ანუ ერთად ემზადებოდით და დადიოდით ამ ცეკვაზე და ცოტა ამ გამოცდილებაზეც მოგვიყევი, როგორი იყო ეს ვარჯიშის პროცესი. ჩემ ქმარს უნდა და ძალიან რომ ქართული ცეკვა გვეცეკვა და მეც ავყავი, კაი მეთქი ვიცეკვათ თქო და საკმაოდ სასიამოვნო პროცესი იყო. აი მახსოვს რომ გაკვეთილი როგორ მთავრდებოდა ხოლმე, აი ვამბობდით რომ აუ აი ქორწილის მერე მოდი ცეკვაზე ხوار შევიდეთ სამოყვარულო ჯგუფში და რაღაც აი ესე რაღაც გავირთოთ თავი და რაღაც ძალიან სიამოვნო და უფრო ენერგიით ვიმუხტებოდით ხოლმე და საკმაოდ ესე კარგად გვახსენდება ეგ პერიოდიც. დამღლელი იყო, მაგრამ სასიამოვნოდ სახლში მეორებდით ხოლმე? ვიდეოებს უყურებდით ხოლმე ერთადერთი რამდენჯერმე და ეგ იყო ჩვენი გამეორება. სახლში ნამდვილად არ გვიცეკვია და იცით რა არის, ახლა მე თეატრალურ სტრუქტურებს სწავლობდი, თქვათ იქაც მასწავლიდნენ ქართულ ცეკვას და ასე თუ ისე გამიმარტივდა მაგ მხრივ. ჩემი მეუღლეც ბავშვობაში ცეკვაზე დადიოდა და ეგ გამოცდილებაც ჰქონდა და რაღაცა ისე ავეწყეთ, რომ არც დრო არ გქონდა სიმართლე გითხრათ მაგის რომ ახლა სახლში გაგვემეორებინა და რაღაც ეს ვიდეოებით შემოვიფარგლებოდით და კარგად დაგვამახსოვრდა მაინც. თუმცა რა თქმა უნდა გამეორებით უკეთესი გამოვიდოდა კიდევ უფრო. ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რეალურად გართობა არის ეგ ყველაფერიც და არც არავინ შეგაფასებთ ცუდად ან ნეგატიურად, როგორც იცეკვებთ, ისე გაერთობით, ისე ერთობიოთ სტუმრებით. თუმცა, რა თქმა უნდა, კარგად მომზადებული ცეკვებით და წარმოდგენებით ძალიან სასიამოვნოა როგორც წყვილისთვის, ისე სტუმრებისთვის. აი კიდევ ის მინდოდა მე თქვა რომ თავიდან დამავიწყდა ამის თქმა რომ აი ეს სტილი რაც მქონდა თქვათ არჩეული სასტიკად არ ჯდებოდა ჩემს ქემოვნებაში თამადა. ჩემ ქორწილში, რა ვიცი, საერთო ჯამში ალბათ 5 სადღე გრძელო ითქვა წამყვანის მიერ. ყავდა აყვანილი წამყვანი, რომელმაც წაიყვანა ქორწილი და ასევე ხელისმოწერის ცერემონია. და ფიქრობ რომ, რა ვიცი, ვისაც ეგ მიმართულება მოწონს, უკეთესი ვარიანტი იქნება რომ ყავდეთ წამყვანი და არა თამადა. ეს წინასწარ შევათანხმეთ, რა თქმა უნდა, წამყვანთან, რომ ჩვენ კატეგორიულად არ გვინდა და რა ვიცი, სადღე გრძელოები, აი რაღაც სტანდარტულად 5 სადღე გრძელო მაქსიმუმ. და სხვა რითი გამრავალფეროვდა ეს ქორწილი, ანუ რამე გათამაშებები გქონდათ, თუ უბრალოდ აი ცეკვით და ბუნებრივად აი ამ რაზეც გინდოდათ და როგორც გინდოდათ იმაზე გაერთეთ და არაფერი ესე სხვა მომზადებული არ გქონდათ. იცით რა, ეს ერთი თამაში გქონდა მხოლოდ მე და ჩემი მეუღლეს, ჩვენ ორმა ვითამაშეთ. და დანარჩენი 5 სადღე გრძელო რაც გითხარით ეგ იყო და წამყვანს იმდენად კარგად ჰქონდა გადანაწილებული ეს ყველაფერი რომ კარგად ჩაჯდა დროის ფაქტორში. მე უკვე მოვიდა იმის დრო რომ თქვა გვიცეკვა, ორი ცეკვა გქონდა. მე უკვე იმის დრო მოვიდა რომ თაიგული მესროლა, მე ტორტის გაჭრა და ნუ აი რაღაც ქორწილში ესე გაიწელა რა. გადათამაშდა ასე ვთქვათ სადღე გრძელო იქნებოდა თუ რა იქნებოდა ისე რომ არც ჩვენ დაღვლილო არც რაღაც სადღე გრძელოების მოსმენით არც არავის შეწუხებულა ვთქვათ მუსიკა იყო ყოველთვის ჩართული კარგი ბენდი ყავდა ძალიან კარგი ბენდი ყავდა ბოლოს დიჯეი ყავდა და ესეც ყველაფერი კარგად ქრონოლოგიურად ისე ლამაზად იყო აკინწული. ანუ საჭირო საერთოდ არ არის რომ ყველაფერი რაღაც დროში ყოველ წუთიერად იყოს დაგეგმილი ისეთ რაღაცა და იმ ადამიანს ჩემი აზრით რაღაც მხრივ ესეც არის საჭირო. ესე მე ხო ვერ დაუკონკრეტებდი რომ აი ამ დროს უნდა თქვა ეს, ამ დროს ეს და არ ვიცი მივენდა რადგან რა ვიცი ავირჩია ეს ადამიანი შესაბამისად ნდობაც გამოუცხადე და ოღონდ რა თქმა უნდა ჩემი პირობები გავაცანი რომ მე თქვა არ მინდოდა ეს რო ყოფილიყო და ისიც საქმის კურსში რომ იყო ყველაფერი ისე გააკეთა თქვა როგორც ჩვენ გვესიამოვნებოდა. სხვა რა იყო კიდევ ისეთი რაც აი ძალიან გამორჩეულად დაგამახსოვრდა, შეიძლება ძალიან პატარა დეტალი იყო, მაგრამ მაინც ძალიან გახსოვს. ძალიან მეგობრულები იყვნენ ყველანი, ვინც
ჩვენთან ერთად მუშაობდა ამ ქორწილის აკინძვაში, ეს გივანი სტაფი იქნება თუ ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, წამყვანი თუ რა ვიცი ბენდი არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან მეგობრულები იყვნენ და იგრძნობოდა ეს ყველაფერი. აი რაღაც შინაურული გარემო იყო და აი სტუმრებიც ამას ხშირად აღნიშნავენ ხოლმე იქ ქორწილის მერე რო გვინახავს რომ აი ძალიან კარგი იყო ყველაფერი, ძალიან ისე დადებითი აურა ტრიალებდა და ჩემთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. რომ განაირს რომ თქვათ მე რაც დავგეგმე ის გამომივიდა და მე ამას მივაღწიე, ეგ კარგი ერთი, მაგრამ აი მესამე თვალი რო ამჩნევს იმას რომ როგორი კარგი აურა ტრიალებდა და ყველაფერი რა კარგი იყო და აი ქორწილი ამას ქვია რომ გეუბნება, რაღაც ძალიან მაბედნიერებს და აი მანდ ხვდები რომ ესე იგი ყველაფერი სწორად იყო შერჩეული თქო და აი რა ვიცი ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე დიდი პლუსი და ყველაზე დიდი სურვილიც შესაბამისად იყო ეგ როცა ქორწილზე ფიქრობდი და ვაორგანიზებდი. მოკლედ რო შევაჯამო, ანუ ერთ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანები რომლებსაც ქორწილისთვის აარჩევთ იქნება ეს სტაფი იმ ლოკაციიდან სადაც მიხვალთ, მეჯვარეები მათ შორის, ფოტო-ვიდეო გადამღები, დიზაინერი და ასე შემდეგ, ყველა ვისაც აარჩევთ, წამყვანიც რა თქმა უნდა და თამადაც უნდა იყოს აბსოლუტურ თანხმდროში თქვენს ხასიათთან და დამოკიდებულებებთან, რომ ეს ყველაფერი უფრო შეკრული სახით იყოს და მე სტუმრებიც მართლა მაგას გრძნობენ, რამდენად ბუნებრივი და რამდენად თქვენზე მორგებული ქორწილი იყო. კი, ბენდიც ასე ყავდა შერჩეული, რომ ზუსტად ვიცოდი თქვათ რა სტილის მუსიკები გვინდოდა რომ ყოფილიყოთ ჩვენ ქორწილში და იმ სტილზე წარიმართა ყველაფერი ხა როგორც გინდა შენ ისე უნდა მოარგო სიტუაციას ეგ ყველაფერი რომ გამოვიდეს ის შედეგი, რა შედეგიც დასახული გაქვს მიზნად. დიზაინერიც ძალიან კარგი გოგო იყო და ძალიან დიდი რეკომენდაცია ჩემგან სალომეს უკარგეს გოგო იყო, აი ყველა დეტალს რომ ითანხმებდა, აი აბსოლუტურად ყველა დეტალს საერთოდ და აი რა ფერის თაიგული ყვავილი უნდა დადებულიყო თქვათ მაგიდაზე და როგორი ხელსახოცები უნდა დაედო და ასე შემდეგ, აი ყველა დეტალი ვიცოდი ზეპირად და ესე ერთობლივად შევჯერდებოდით ხოლმე გადაწყვეტილებებზე. ამ დიზაინის ინსპირაციას ადიღებდი შენ, ანუ რის მიხედვით წყვეტდი, რომ აი ეს ფერი გინდა თუ ის ფერი გინდა? ხო, ფერები, რა ვიცი, ერთად მოვიფიქრეთ ფერები, ერთადერთი ვიცოდი ის, რომ უნდა ყოფილიყო სადა ფერები, არა მყვირალა ფერები, იმიტომ რომ ისედაც ღია სივრცე იყო, სიმწვანე იყო, ციფერადე იყო და თან ისიც გათვლილი მქონდა, რომ როდესაც უკვე სტუმრები საბაღშიმოდ დასხდებოდნენ, მზის ჩასვლის პერიოდი იყო და უფრო ლამაზი ფერებიც შემოდის ხოლმე მაგ დროს. და არ მინდოდა რომ გადატვირთული ყოფილიყო, მქონდა რაღაც კრემის ფერი, გამოყენებული მწვანე ხელსახოცები და ჭიქები და რაღაც ყვავილები იყო ყვითელი და ვარდისფერი. ეს გადანაწილებული იყო თქვათ სტუმრების მაგიდებზე იყო ვარდისფერი, ჩვენ მაგიდაზე იყო ყვითელი ვარდები და ინსპირაციაც ცხადია ისევ იმ სტილიდან გამომდინარე მოვიდა რაღაც ტოსკანური. ჩემთვის ტოსკანური ვაიბი იყო და სხვისთვის რა ვიცი, შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ჩემსაში რა ვიცი, კარგად ჩაჭდა. მე მგონია რომ მეღვინეობებში თუ კი რამე ქორწილი კეთდება საბოლოო ჯამში მაინც ძალიან ამ იტალიური ვაიბისკენ მიდის და ეგ ძალიან მომწონს ეგ ტრენდი რაც უფრო მეტად იზრდება და შევედის ჩვენთან ბევრად მომწონს ვიდრე რაღაც ტრადიციული ძალიან რა თქმა უნდა ხა ქართულს და ტრადიციულ და ესე საბანკეტო სივრცეში დაგეგმოს არაფერს არ ვერჩი, მაგრამ უფრო საინტერესოა. ხო, ყველა სტილს აქვს თავისი სილამაზე. მე ახლა ნამდვილად არ ვაკნინებ არავის გემოვნებას, შეიძლება ვიღაცას ქართული ტრადიციული ქორწილი უნდადეს და ისეთი მაგარი გამოვიდეს, რომ აი ვაუ თქვა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. მე მინდოდა რა ვიცი ეს სტილი ყოფილიყო ჩემი ქორწილი და არა ვთქვათ ქართული ტრადიციული, თუმცა უმაგრესი ქორწილები მინახავს, რა ვიცი სხვა ნოტებზე აწყობილი და შოკში ყოფილა რომ მეთქი ეს რა მაგარი ქორწილი გააკეთეს თქო. კი, აუცილებელია რომ თვითონ წყვილს რაც მოსწონს, ზუსტად ისეთი რაღაც გააკეთოს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში როცა შენ ცდილობ რომ სხვის ქორწილს დაემსგავსო ან რაღაც ისეთი გააკეთო, თუნდაც ახლა სხვამ რომ მოინდომოს რომ გააკეთოს იტალიური, ტოსკანური სტილის ქორწილი მეღვინეობაში, შეიძლება მის სტილში და ხასიათში ეს საერთოდ არ ჯდებოდეს და მე სტუმრებისთვისაც არ იყოს კომფორტული და ისეთივე დასამახსოვრებელი, როგორიც მაგალითად შენ შემთხვევაში იყო. ანუ ეს განწყობრივად უნდა გქონდეს.
აი მე რომ დავათვალიერე ფოტოები, თუნდაც მეღვინეობაში გიუანის სხვა ქორწილის ფოტოები, საერთოდ სხვა ვაიბი მოდიოდა იმ ქორწილებიდან. ანუ ცუც კი არ ვამბობ, ძალიან კარგი ქორწილები იყო და მაგიტომ ავარჩიე ეგ ადგილი, რომ ესე დავინახე მათი ფოტოებიდან და ღონისძიებებიდან. თუმცა აი ინდივიდუალურია ყველაფერი. შეიძლება რაღაცა ისეთი დეტალი შეცვალოს შენ ერთმა ადამიანმა იმ ერთ ქორწილში, რომ საერთოდ სხვანაირ ვაიბზე გადაეწყოს მთლიანი ქორწილი. მე მაგალითად აი ხელისმოწერის ცერემონია გადავიტანე საერთოდ სხვა ადგილას, იმიტომ რომ სხვა ადგილზე აკეთებენ ხოლმე იქ უფრო ძირითადად. და მე სხვა ადგილი ვარჩიე, ეს ხეივანი ვარჩიე, პატარა იყო ბევრად. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ მინდოდა რომ ყოფილიყო ის ყველაფერი, რაც ასე მიზნად ჰქონდა დასახული. მე ძალიან მომწონს ეგ ადგილი ხელისმოწერის ცერემონიებისთვის და ხშირად პატარა ქორწილებსაც მაგ ხეივანში აკეთებენ ხოლმე. საერთოდ სხვა განწყობა იქნება, ანუ რაღაც კარგი კუთხეა მოკლედ და კარგად აარჩია მაგისთვისაც. არ მიხსენებია თუ როგორი გემრიელი კერძები ქონდათ, აი მართლა არ ვიცი, თითზე ჩამოსათვლელი ადგილი მახსენდება, რომ აი ეგეთი გემრიელი კერძები გამისინჯოს. ყველაფერი იყო იდეალური. აი რაღაც კერძებზე მქონდა ჩემი მოსაზრება, რომ ვაიმე ამას მე ვერ შევჭამ, ამის ჭამა არ მიყვარს და აი უთქვამთ, რომ აი უბრალოდ გასინჯეო რა, სანამ თქვათ ქორწილის მენიუს შეადგენო, აი ძალიან კარგად გვიდგებოდა სტაფიც, რომ რაღაც მეგობრულად და რაღაც ერთად ვჯერდებოდით ყველაფერში, რომ კაი, არ გინდა გასაგებია, მაგრამ მოდი აბა გასინჯე, ჩვენ ამას გირჩევთ და იქნებ მოგეწონას, აი იქნებ და რაღაცა ეგეთები ხო ავდიოდით ხოლმე სასაუბროთ და ეს რო ვახშმობდით ხოლმე თან იქ რაღაცეები გავსინჯეთ, რაც თქვათ გვინდოდა რომ ყოფილიყო მენიუში. და რაზეც თქვათ მქონდა ისეთი წარმოდგენა, რომ აი ეს არ მინდა რომ იყოს და ასე შემდეგ, ისეთი იდეალური აღმოჩენილა, რომ აი მაგალითად ხაშლამას საერთოდ არ ჭამდი მე და ვამბობდი, რომ ვაიმე მეთქი ამას რა აჭმევთ ხალხს მეთქი და ისეთი გემრიელი იყო და ისეთი სხვანაირი იყო, რომ არ ვიცი, ახლა დღეს რომ გითხოთ, შენი საყვარელი საჭმელი რა არის, შეიძლება გითხრათ, რომ რა ვიცი, გიუანი ვაინერის ხაშლამა. ძალიან კარგი იყო ყველაფერი. აი ამ ნოტაზე, ამ ინტერვიუს დამთავრებაზე ნამდვილად არ მიფიქრია, რომ აი ხაშლამით დამთავრდებოდა. ხო, არა, კერძები აუცილებლად უნდა მეხსენებინა, იმიტომ რომ ესეც ძალიან გასათვალისწინებელი ფაქტორია, რამდენად შეგიძლია იმ ლოკაციის რესტორანს ენდო ადამიანი. იდეალური იყო ყველაფერი მართლა. და აუზიახსენე თავიდან, რომ ეს რაღაცა ეს რამდენად გამოიყენე და თუ იყო თავიდან კრიტერიუმებში. თუ უბრალოდ მოგწონდა რომ ვიზუალურად რო არის. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ მეორე დილით რომ უბრალოდ აუზთან გამოვედი და ჩემთვის მშვიდად ვიჯექი და ვფიქრობდი გასულ ღამეზე და ასე შემდეგ, მაგრამ იქ სტუმრები ვინც დარჩნენ, თქვათ ნომრები ვისაც მივეცით, რამდენიმე გამოიყენა და რა ვიცი, კარგად გაერთნენ, სანამ წამოვიდოდით იქიდან. თან ეს ამინდით ძალიან კარგი დაკომთხვა, მზიანი ამინდები იყო და ასეთ გემრიელ ნოტაზე დავიშალეთ იქიდან. და შემიყვარდა ეგ და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი კიდე ბევრჯერ მივალ იქ, თქვა აუცილებლად მეთქი. მე ძალიან მიყვარს. სალომე, ძალიან დიდი მადლობა ესე დეტალურად და ესე საინტერესოდ საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის. თუ არის რაიმე კიდევ ისეთი, რასაც აი ახლა რო გვიყურებს პატარძალი და აი ამ ქაოსში არის, რა დაგეგმოს, როგორ დაგეგმოს, საიდან დაიწყოს და რა გააკეთოს, აი ერთ ყველაზე მთავარ ძირითად დამამთავრებელ რჩევას რას ეტყოდი ასეთ ხალხს? ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა იქნებოდა ის, რომ კი, მესმის, რომ შეიძლება ბევრი რაღაც მოგწონდეს ერთდროულად, მაგრამ აუცილებლად ვეცადოთ, რომ ავარჩიოთ ერთი ხაზი და იმ ერთ ხაზს გავყვეთ ბოლომდე. თქვათ, მხოლოდ ქორწილის დიზაინს არ გულისხმობ. იქ რა ვიცი, შეიძლება იყოს მაკიაჟი, კაბა, ანუ საერთოდ ყველაფერი ეცადონ, რომ გააკეთონ იმ ერთ ხაზში, რომ არ იყვნენ ამოვარდნილები სტილისტურად. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რჩევა ეგ იქნებოდა და ქორწილამდე აუცილებლად სატესტო მაკიაჟი და ვარცხნილობა გაიკეთონ. ეს არის, არ ვიცი, გადამწყვეტი. ან შენ ძალიან გამოგადგა და დაგეხმარა ეგ, რომ წინასწარ გაკეთებული გქონდა.
კი და უკვე მშვიდად ვიყავი მაგ მიმართულებითაც, რომ აი თქვათ, რომ ხვალ ქორწილი მაქვს, დილით რომ მივალ, ვიცი რაც დამხდება და არ მინერვიულია არც ერთი წამით, რაღაც ყავას სვამდი და ესე მშვიდად მანქანით მივედი, გავიკეთე, წამოვედი და ესე ბედნიერად ჩაიარა მაგანაც. ძალიან დიდი მადლობა, ნამდვილად გამოსატიკი რჩევებია, მეც რო გამომადგება ისეთი. უღრმესი მადლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ვინც მოგვისმინა, ძალიან გამოადგება შენი რჩევები, ისიამოვნეს შენთან საუბრით და მოსმენით. მე ვისიამოვნე ნამდვილად და ვინც მოგისმენს, მოსმენით ისიამოვნებს. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის და აუცილებლად ჩავსვამ შენი ქორწილის ფოტოებს და ვიდეოებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მადლობა, რომ მომეცით საშუალება გამეზიარებინა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თავის დროზე მეც ვიდექი მაგ პრობლემების წინაშე და იმედი მაქვს, რომ რა ვიცი, ვინმეს მაინც დაეხმარება ეს ჩემი გაზიარებული რჩევები. აუცილებლად პატარძლები პატარძლისთვის. მადლობა და დროებით. ბედნიერად.